ასათიანის სახელობის ფსიქიატრული საავადმყოფოს 3 ექსპერტი თბილისის საქალაქო სასამართლო მგირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გიორგი ნანეიშვილის, ზურაბ ბერიას და თემურ სილაგაძის სასამართლო პროცესი გარიგებით დასრულდა. დაცვის მხარე გირაოს სახით 5,000 ლარის გადახდას დათანხმდა. ექსპერტ ფსიქიატრები ქრთამის აღების ბრალდებით 5 ივლისს დააკავეს. 2004-2010 წლებში ექსპერტებმა მკვლელობაში შავრდებულის გურამ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა დაწერეს. დასკვნის მიხედვით ელიზბარაშვილი შეურაცხადი იყო. გურამ ელიზბარაშვილის ოჯახი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე გადასცა მთავარმა პროკურატურამ საქმეს საქალაქო სასამართლო გააგრძელებს. დანაშაული ერთის გარდა ყველა ბრალდებულმა აღიარა. ელიზბარაშვილების ოჯახთან დაკავშირებით ყველა ბრალდებულმა დანაშაული უკვე აღიარა. დუმილის უფლებას მხოლოდ ზურაბ ივანიშვილი იყენებს. ყველა მათგანის ბრალეულობის შესახებ პროკურატურამ დღეს ოფიციალურად განაცხადა. საქმე ეხება 2010 წლებში ჩადენილ დანაშაულს და 30,000 ამერიკული დოლარის ქრთამის სახით გაცემას. წლის აპრილის ბოლოს მან გადაიხადა 10,000 დოლარი. კერძოდ მის ექსპერტებს, რათა მათ ეს თანხა შემდგომ გადახდილი ყოფილიყო მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მერაბ ქორჩილავასთვის, რომელიც ამ თანხის სანაცვლოდ პირდებოდა გურამის პრობლემების მოგვარება. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრი სილაგაძე რომელმაც თხოვა დახმარება. გამო შეპირებული იყო 40,000 დოლარს იმაში, რომ შერაცხადზე გაეწერა შეურაცხადობის დასკვნა. საიდანაც სილაგაძე დამკვიდრა, რომ 10,000 დოლარს მომცემდა მე. მიხეილ ასათიანის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, ყალბის სასამართლო ფსიქიატრული ექსპერტიზის დოკუმენტის გაცემა აღნიშნული დაწესებულების ბეჭდით არ მომხდარა. დათო ზურაბიშვილის თქმით, კერძო ბეჭდით ნებისმიერ ფსიქიატრს დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება აქვს. ასათიანის კლინიკა კი სასამართლო ფსიქიატრულ ექსპერტიზას აღარ აწარმოებს. ის რაც დღევანდელ დღეს ჩვენ ყველა მოვისმინეთ, ეს არის ამათი დამოუკიდებელი საქმიანობა, რომელსაც ქვია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა ეს არის მაგათი დამოუკიდებელი საქმიანობა. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზას ჩვენი დაწესებულება აღარ ატარებს. ნებისმიერ ექიმს, ფსიქიატრს აქვს უფლება აწარმოოს თავისი კერძო საქმიანობა. როდესაც ექიმს აქვს თავისი საკუთარი ბეჭედი, ის აგებს პასუხს თვითონ. არა დაწესებულება. ადვოკატ ზურაბ ივანიშვილის, ელიზი ჯგუფის პრეზიდენტის თამაზ ელიზბარაშვილის და თეიმურაზ მაჭავარიანის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ დაიწყო. მათ მექრთამეობა, კომერციული მოსყიდვა და მტკიცებულება და ფალსიფიკაცია ედებათ ბრალად. სასამართლოდან საქმის დეტალებზე ჩვენი კორესპონდენტი თიკა ანდღულაძე ისაუბრებს. თიკა, გამარჯობა. რა შეგვიძლია თქვათ ამ ეტაპზე? ადვოკატები გამოვიდნენ თუ არა და რა დეტალებია ცნობილი? რაზე საუბრობენ თავად ბრალდებულები? ჯერჯერობით ამ წუთებში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ცნობილი ბიზნესმენის თამაზ ელიზბარაშვილის, ასევე მისი რძლის სალომე ივანიშვილის და სალომე ივანიშვილის მამის ზურაბ ივანიშვილისა. ისინი სხვადასხვა ცნობათა დარბაზში იმყოფებიან და პროცესი სხვადასხვა დარბაზებში მიმდინარეობს. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სალომე ივანიშვილმა უკვე აღიარა ბრალი, ასევე აღიარა ბრალი ბატონმა თამაზმაც, ხოლო ზურაბ ივანიშვილი არ აღიარებს ბრალს და შესაძლოა მას არც მისმა ადვოკატებმა არც გირაოს შესთავაზოს სასამართლოს. ადვოკატების შესვლამდე ადვოკატებმა შესვლამდე განცხადებები გააკეთეს, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის განცხადებები. დაკავშირებით რამდენადაც შემოდაცვლეს ყოფნით, რომ მისი უფლებები არანაირად არ შელახულა, რაიმე ზემოქმედებას არ ქონია ადგილი მის მიმართ და რადგან თავს სრულად ცნობს წარდგენილ ბრალდებაში თავს, ამდენად რაიმე სხვა არგუმენტაცია დაცვის მხარეს ბრალდებულთან ერთად რა თქმა უნდა ვერ ექნება. დუმილის უფლებას იყენებს ჯერჯერობით ამ ეტაპზე და შემდგომში რა იქნება, ალბათ მისცემს მერე გამოძიებას ჩვენებას. შუამდგომობა შევთავაზებთ გირაოს. არ ვიცი, ალბათ 5-10,000 ლარის მარკებში. შედგება თუ არა სასამართლო გარიგება, ანუ მიიღებს თუ არა სასამართლო გირაოს სახით გადასახადს ადვოკატებისაგან, ეს მხოლოდ პროცესის დასრულების შემდეგ გაირკვევა. ამ წუთებში კი სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. მე შეგახსენებთ, რომ დაკავებულ პირებს ბრალად აქვს წაყენებული ქრთამის გადახდა ექიმებისთვის. თამაზ ელიზბარაშვილმა პატიმრობაში მყოფი შვილის გამოხსნის მიზნით ექიმებს სამედიცინო დასკვნის გაყალბება შესთავაზა. მადლობა თიკა.
ეს იყო ჩვენი კორესპონდენტი თიკა ანტღულაძე და საქალაქო სასამართლოში შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შესახებ მოგვიანებით გაგაცნობთ დეტალებს. ელის ბარაშვილების ოჯახის საქმისთან დაკავშირებით კი პროკურატურამ დღეს განცხადება გააკეთა. პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ერთობლივი მუშაობის შედეგად 2004 წლებში ჩადენილი დანაშაული გამოვლინდა. მექვთამეობის კომერციული მოსყიდვის და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი არიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ ქორჩილავა, 4 ექსპერტ ფსიქიატრი, ასევე ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, მისი პარტნიორი თეიმურაზ მაჭავარიანი და ადვოკატები სალომე და ზურაბ ივანიშვილები. ყველა ეჭვმიტანილმა დანაშაული უკვე აღიარა, თავს მხოლოდ ზურაბ ივანიშვილი იკავებს. კომენტარისაგან აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ თბილისის პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ზურაბ ელიზბარაშვილმა 2001 წლის 19 მაისს ცეცხლსრული იარაღის გამოყენებით საკუთარ დაბადების დღეზე გამოასწავლა სიცოცხლე 19 წლის მიხეილ ცილიკაშვილი და ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა მის ბიძას ნუგზარ ცილიკიშვილს. აღნიშნული სასჯელისგან თავის არიდების მიზნით და მას მიჯილი ჰქონდა 21 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა. მისმა მამამ თამაზ ელიზბარაშვილმა 2004 წელს მისი მეგობრის გამოყენებით, მისი მეგობრის თამაზ თეიმურაზ მაჭავარიანის და შვილის სიმამრის ზურაბ ივანიშვილის დახმარებით, ასევე ჯანდაცვის მინისტრის იმდროინდელი მოადგილის მერაბ ქორჩილავას დახმარებით, რომელიც დღესაც დაკავებულია იმდროინდელი ექსპერტების, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტების გიორგი ნანეიშვილის, თეიმურაზ ხარებავას, ზურაბ ბერიას, თეიმურაზ სილაგაძის და თამარ გოჭიტაშვილის დახმარებით შეადგენინა ყალბი დიაგნოზი, ასე ვთქვათ, რომლის მიხედვითაც მისი შვილი ცნობილი იქნა შეურაცხყოფად. მოსკოვიდან დაბრუნებულმა ზურაბ ნოღაიდელმა ხელისუფლებას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა იმ კამპანიის გამო, რაც მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ნოღაიდელის თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ თავად ისაუბრა რუსეთთან უპირობო მოლაპარაკების და დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, დიალოგი საჭიროა, თუმცა არა მალულად, როგორც ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს, არამედ ღიად ისე, რომ საზოგადოებამ მისი შედეგები დაინახოს. ექს-პრემიერი პუტინის კომენტარსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის საქართველოს აფხაზეთთან და ცხინვალთან მოლაპარაკებებში ხელს არ შეუშლის. დღესვე ნოღაიდელის კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ეძინა ერასიასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და ასპარეს ხელისუფლებას უთმობს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის პუტინის გაკეთებული განცხადებები, გააკეთა ჩემი თანდასწრებით, ზუსტად იგივე პირდაპირი კონტაქტები სოხუმთან და ცხინვალთან. ურთიერთობების მოწესრიგება ჩვენ ხელს არ შეგიშლით, ჩვენ მხოლოდ დაგეხმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც თავისი რჩევებით, მოქმედებებით და დახმარებით. რუსეთმაც თავისი განცხადებებით გაგვიხსნეს ჩვენ კარი საქართველოს გასაერთიანებლად და თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, საქართველო დარჩება დანგრეული და გათიშული. ეს უნდა გვესმოდეს კარგად. ესენი არ აპირებენ არსებულ რეჟიმთან სააკაშვილთან მოლაპარაკებას. სააკაშვილთან მოლაპარაკებები ალბათ არ შედგება. პლანის ილუზია არც უნდა გქონდეს და შეიძლება პირველ ეტაპზე საჭიროც არ არის ნამდვილად, მაგრამ შესაძლებელია დაიწყოს კონტაქტები, თქვა რაღაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, ჯერ არ ვიცი, მე ვერ გეტყვით. ამერიკის შეერთებული შტატები უმსხვილესი ნავთობ მიმწოდებელი ქვეყანა გახდა. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს მაჩვენებელი შეერთებულმა შტატებმა ნავთობსადენის აღმოსავლეთ სიბირის წყნარი ოკეანის წყალობით წარმოადგინა. Wall Street Journal-ის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით რუსული ნავთობი ფასობს. ნავთობსადენი 2009 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა. მისი წყალობით ყოველდღიური ექსპორტი რუსეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს დასავლეთ სანაპიროზე 0-დან დაახლოებით 100,000 ბარელამდე გაიზარდა. რუსული ნავთობის მიწოდების ზრდა ნავთობის ბაზარზე მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ნავთობსადენი თავდაპირველად აზიური ბაზრისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა დღეს რუსული ნავთობის წარმატებით უწევს კონკურენციას ალიასკის შავ ოქროს. ამერიკული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობა კი აღმოსავლეთ სიბირის წყნარი ოკეანიდან რუსული ნავთობის მიღებას დათანხმდა. ყველა მათგანი რუსეთის მიერ შეთავაზებულმა დაბალმა ფასმა მოხიბლა.